აი ეს მთლიანად ეს ნაწილი არის სავალალო მდგომარეობაში. შარაუს წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაწვიმარია. შარაუს წმინდა გიორგის კომპლექსი მდებარეობს სოფელ ახატნიდან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში. კომპლექსში შედის კოშკი, ეკლესია და სამრეკლო. ეს კომპლექსი გვიან შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. მოით მივყვეთ და დავათვალიეროთ. ეს კოშკია, რომელსაც შესასვლელი არ გააჩნია. გადმოცემის თანახმად მასში მოხვედრა გვირაბით შეიძლებოდა, რომელიც იქვე ეკლესიის სამხრეთ მინაშენში იწყებოდა. მინაშენის თავზე კი სამრეკლოა. ეს კი არის სამრეკლო. მესამე თვარ უკვე აქ. მესამე და პირველად რომ ვიყავი, აი ეს ნანგრევი. აი ზემოთ იყო ფანჩატურის ნაწილია ერთ-ერთი. მეორედ რომ მოვიდი უკვე სამწუხაროდ გადმონგრეული იყო. და აი ეხლა უკვე აი ეს მთლიანად ეს ნაწილი არის სავალალო მდგომარეობაში. თუ დროულად არ გამაგრდა, დიდი ალბათობით ესეც შეიძლება რომ გადმოინგრეს. აი ესეთი მძიმე მდგომარეობა აქ. მეგობრებო. აი უკვე წამოსულია. დროულად უნდა მიეხედოს. ეს კი თავად ეკლესიაა. გარედანაც როგორც ჩანს შელესილი ყოფილა. ეს ჩრდილო ფასადია. როგორც ჩანს ნაგებია სხვადასხვა ტიპის ქვით. აი ზემოთ კრამიტია, როგორც ჩანს კრამიტით ყოფილა გადახურული. სხვადასხვა ტიპის კრამიტით. რიყის ქვა გამოყენებული, ნატეხი ქვა, აგურიც და შირიმის კარგად გათლილი ქვებიც. ეს კი აღმოსავლეთი მხარეა, ხო აი ქვიშა ქვაც კი გამოყენებულია ზემოთ. ეს აღმოსავლეთ ფასადია, ზემოთ არის ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომელიც შირიმის ქვაშია გამოკვეთილი. ეს კი თავად სამრეკლო აგურით ყოფილა გადახურული. ხო, კიდევ ერთხელ აღნიშნავ სამრეკლოს დიდ გასაჭირს. აი ამ კედელს, რომელიც ძალიან ძიმ მდგომარეობაში და დროულად საჭიროებს გამაგრებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შიგნით ამ სამრეკლოს პირველ სართულზე არის ძველი წარწერები.
ამრიგად კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს და ხაზი გაესვას რთულ მდგომარეობას. დავტოვეთ ეს წმინდა ადგილი და ტაძარი. იმედია ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ეს კედლები ამ ზამთარსაც გაუძლებენ და გადამრჩენელიც მალე გამოუჩნდებათ.